მოგესალმებით ჩემ არხზე. დღეს წამოვიდა ესეთი ინფორმაცია, რომ უნდა მოგაწოდოთ ინფორმაცია კონკრეტულად ისინი, ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ინფორმაცია სივრციდან, ის რაც გაიხსნება ინფორმაციულად. რა არის საჭირო მომენტისთვის, რომ ინფორმაცია მოგეწოდოთ თქვენ, ისინი, ვინც ამ ვიდეოს უყურებენ. გახსოვდეს, რომ ყოველი წვიმიანი ამინდის შემდეგ მოდის ზიანი ამინდი. ყოველივე სირთულეების შემდეგ არის სირთულეების გადალახვის მომენტი. ყოველ სირთულეს მოსდევს თავისი გარკვეული კუთხით გამოცდილება, გაზრდა პიროვნული გაძლიერება. ყოველი სირთულის შემდეგ არის წარმატების მომენტი. როგორც არ უნდა რთულ სიტუაციაში იმყოფებოდი ამ მომენტისთვის, იქნება ეს ფინანსურად, იქნება ეს ფიზიკურად ჯანმრთელობის კუთხით, გახსოვდეს, რომ საკმაოდ ძლიერი დაცვა გაქვს, საკმაოდ ძლიერი მფარველობა გაქვს, სულ მალე მატერიალური თემები დაგილაგდება, შეიცვლება ყველაფერი უკეთესობისკენ, მეტი რწმენა გქონდეს საკუთარი თავის, საკუთარი შესაძლებლობების, უფრო მეტად გაძლიერდი რწმენაში იმ სარწმუნოების მიმართ და იმ კონკრეტული რელიგიის მიმართ, რომელშიც იმყოფებით, რო არის უკვე რომ მეტად იყო ორიენტირებული შენს რწმენაში. მეტად მოითხოვე მფარველობა იმ ენერგიების, ვისიც გჯერა. ნუ კეტავ საკუთარ პოტენციალს ის, რომელიც გაგაჩნია. ნუ გაქვს შინაგანი შიშები, ნუ გაქვს შინაგანი კომპლექსები, ისეთი, რაშიც არ გჭირდება, რომ თავი დაიკომპლექსო. გახსოვდეს, რომ შენ ხარ ადამიანი ლიდერი, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი დაბრკოლების და პრობლემის გადალახვა. თავარი არის მეტი სიმტკიცის გამოჩენა საკუთარ თავში, მეტი საკუთარი თავისადმი სიყვარული, დაფასება და რაც თავარი არის მიმღებელობა ისეთი საკუთარი თავის, როგორიც ხარ. მეტი ცეცხლი ჩართე შენ ცხოვრებაში და მეტი აქტივობა. გისურვებ წარმატებას, ბედნიერებას, პირადი კონსულტაციებისთვის მომწერეთ პირადში.